იღუმენი ნიკონი, წუხარებები, ძვირფასო, ღრმატპატივცემულო მამაო მელეტი. თქვენს პირად უძლურებას კიდევ სხვა მწუხარებას დაემატა. როგორც შევიტყვე, დედა ანაც ავადმყოფობს. იგი შენს გამოწუხდა. ახლა კი ორივენი ერთმანეთისთვის წუხართ. უფალი შეგეწიოთ და მოგმადლოთ მოთმინება. ძვირფასო მამაო მელეტი და დედაო ანა. თუმცა ჩვენთვის უცნობია ღვთისგანგებულება, მაგრამ უფალმან თავის წმინდანებს გამოუცხადა, რა არის მათთვის სასარგებლო. მათ კი ბევრი რამ ჩაიწერეს ჩვენს სანუგეშებლად და განსასწავლად. მაგალითად, წმინდანები განგვიმარტავენ, რომ ბოლო ჟამს მონაზვნობა აღარ იარსებებს, ან და მხოლოდ მისი გარეგნული სახე დარჩება. ოღონდ მონაზვნური ღვაწლის გარეშე. ღვთის სასუფეველის მაძიებლებს არავით არის საკუთარი ღვაწლი არ ექნებათ. ისინი მხოლოდ მწუხარებებისა და სნეულებების მოთმინებით ცხონდებიან. ღვაწლი რატომ არ იქნება? იმიტომ, რომ ადამიანებს სიმდაბლე აღარ ექნებათ. სიმდაბლის გარეშე კი ღვაწლი ზიანს უფრო მოიტანს ვიდრე სარგებლობას. მეტიც შეუძლია წარწმიდოს კიდევაც კაცი, რადგან უნებლიეთ საკუთარ თავზე მაღალ წარმოდგენას უქმნის მოღვაწეს და ცდომილებაში აგდებს. ესა თუ ის ღვაწლი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო დაშვებული, თუ კი ხელმძღვანელები ძალიან დიდ სულიერი გამოცდილების მქონე ადამიანები იქნებოდნენ. მაგრამ დღეს ასეთები აღარ არიან. მათ ვერსად ნახავთ. ხელმძღვანელი დღეს თავად უფალია და ნაწილობრივ წიგნები, თუ ვინმეს აქვს ისინი და შეუძლია გაგება. მას როგორ ხელმძღვანელობს უფალი? დევნას შეურაცხყოფებს, სნეულებებს, ხანგრძლივ სიმძიმეებსა და უძურებებთან შეერთებულ სიბრძნეს გვივლენს. იგავში სახლის პატრონის შესახებ, რომელმაც თავის ვენახში მუშაკები დაადგინა, ნათქვამია, რომ მე-11 ჟამს მოსულებმა იმავე საზღაური მიიღეს, რაც მთელი დღის მანძილზე მშრომელებმა და თანაც უფრო ადრე. ეს იგავი ჩვენზეა თანამედროვე მონაზვნებზე და ცათა სასუფეველის მაძიებლებზე, ვინც მიწიერი ცხოვრების მთელი დღე უდებებაში გაატარეთ. მაგრამ თავისი უსაზღვრო კაცმოყვარეობის გამო უფალი უკანასკნელ ჟამს მოგვიწოდებს ვიშრომოთ მის ვენახში სიბერის, სნეულებების, ახლობლების დაკარგვისა ან მათი ტანჯვის მოთმინებით. თუ ამ სიმძიმეებს უტრტვინველად მოვითმენთ, ეს ხანმოკლე ტანჯვა ჩვენც ისე შეგვერაცხება, როგორც მე-11 ჟამს მოსულებს. თითქოს მთელი ცხოვრება ვიღვაწეთ. მეტიც, ანტონი დიდი, ამბა, ისქირიონი და სხვა მამები ამტკიცებენ, რომ ისინი, ვინც უკანასკნელ ჟამს მოიპოვებს სულის ცხონებას, მწუხარებებისა და სნეულებების უტრტვინველი მოთმინებით, ძველ მამებზე უფრო დიდნი იქნებიან. ძვირფასო მამაო მელეტი და დედაო ანა, აშკარაა, რომ უფალს უყვარხართ და სურს თქვენი ცხონება. ამიტომაც გივლენთ მწუხარებებსა და სნეულებებს. მას გამხნევდით. დაუთმეთ უფალს და იგი თქვენი ჯვრიდან თავის შვილთა დიდებულ დასში და უსრულებელ პასექში გამოუთქმელ სიხარულში შეგიცხვებათ. სადაც ამას სოფლის ყველა მწუხარება დავიწყებას მიეცემა. წმინდა სერაფიმე საროველი, საკვირელ მოქმედი, ძველ მამებთან თანხმობით ამბობდა, კაცმა რომ იცოდეს რა ნეტარებაა გამზადებული ცხონებულთათვის, თანახმა იქნებოდა 1000 წელი ქვეწარმავლებით სავსე ორმოში ეცხოვრა, მის სხეულს რომ რნიან, ოღონდაც მომავალი სიკეთეები არ დაეკარგა.
მოთმინებითა თქვენითა მოიპოვეთ სულნი თქვენი, უფალი შეგეწიოთ თქვენთვის მოცემული ჯვრის ბოლომდე ზიდვაში. ამინ. თქვენი ღრმად თანალმობელი, თქვენი ცხონების მსურველი და ამ ცხონებაში დარწმუნებული უღირსი უდელმონაზონი ნიკონი.